სალამი პატრიციულ რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო, მედია კავშირ ობიექტივის გადაცემა CV პასენ. დღეს ჩვენ გადაცემას წავიყვანთ მე და ბატონი პოლკოვნიკი მალხაზ სოფურია, ომის ვეტერანი, გამოვლილი ყველა უბედურება რაც კი იყო, რომელი ომის კი იყო, სამაჩაბლოსო, აფხაზეთი, ისევ სამაჩაბლო, ისევ აფხაზეთი და ბოლოს აი დღესაც არის ვეტერანთა დეპარტამენტში, უпростоრად ვეტერანთა დეპარტამენტი აწყობს ახალგაზრდა თაობის აი როგორც სამხედრო მომზადების კურსების ატარებს და იქ ატარებს ყველა ვეტერანებთან ერთად და ძალიან დიდ საშვილიშვილო საქმესაც აკეთებენ. ჩვენი ახალგაზრდობა, რომელიც მოწყვეტილი არის სამხედრო მომზადებას, აი ბატონი მალხაზი ამ საკითხებში მათ ეხმარება და მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც იქ ამ საქმეს აკეთებს და ამ ახალგაზრდებით ძალიან დიდი ენთუზიაზმით ამ საკითხს ეკეთებიან, სწავლობენ და ითვისებენ სამხედრო ხელოვნებას. ბატონი მალხაზი, მე ახლა ბევრს დეფერამბებს და იმას აღარ მოვყვები, მაგრამ ყველა საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ეს ერთია, მაგრამ ისეთ ადგილებში და ისეთ სიტუაციებში აქვს მიღებული მონაწილეობა, ამ დაზვერვებში, სიღრმეში შესვლა, სიღრმისეული დაზვერვის ჩატარება, მოწინააღმდეგის იმასთან პოზიციებთან, ან და მეორე და მესამე ეშელონის მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზებთან, მათი დაზვერვის სახით. და დღესაც ჩვენ მე და ბატონი მალხაზი ალბათ გადაცემასაც ისე წავიყვანთ, რომ ამ თემა ჩვენი იქნება უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გინდა სამშვიდობო ოპერაციებს შევეხოთ. რა არის და როგორ იყო და რატო არის ეს სამშვიდობო ოპერაციები, რა მიზეზით არის ეს სამშვიდობო ოპერაციებში მარტო როდესაც რუსეთის მხარე ღებულობდა მონაწილეობას და რა გამოიწვია ამან, როდესაც ამ ერთმა მხარემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ სამშვიდობო ოპერაციები გადავიდა ერთი მხარის დასაცავად და მისი სუვერენიტეტის შესაქმნელად. ამიტომ ჩვენ ამასაც გავარჩევთ უკრაინა-რუსეთის საბრძოლო მოქმედებებსაც და გავარჩევთ ალბათ ბატონო მალხაზ ჩვენ დავიწყოთ იმით, რომ აი ტელევიზიაშიც იყო, პრესაშიც გაჟღერდა და ბლოგებშიც ბევრი იხსენებდა შალვა ნათელაშვილის განცხადებას. და განცხადება ისეთი იყო, რომ აი ცხელი, ძალიან ცხელი, რომ რუსეთი აპირებს სამაჩაბლოს ჩრდილოეთ ოსეთთან მიერთებას, ანუ რუსეთთან სახელმწიფოს მიერთებას აი ჩვენი ტერიტორიის. მე ვერსაც ვერ ვნახე ამის დასტური, რომ მართლაც რუსეთს ჰქონდა მიღებული ასეთი გადაწყვეტილებას რუსეთი ვერ მიიღებს, თუ ეს დუმამ არ მიიღო, საკანონმდებლო ორგანო, იმიტომ აქ ბრძოლები და რაღაცები არ მიდის, ძალები დაშორიშებული არიან, სამშვიდობო ოპერაციას, რომელსაც რუსები ატარებენ და იცავენ სამხრეთ ოსეთის ამ მოსახლეობას, მათი გაგებით და ჩვენი მხრიდანაც განსაკუთრებულ დავალებად დეპარტამენტი იქ დგას. არავით არის შეხლა შემოხლა, იქ არაფერი არ ყოფილა. არავით არის განცხადებების იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს ერთი განცხადება გაკეთებული, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და მის ტერიტორიალურ მთლიანობას ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანი გზით. არავით არის სხვა ისინი არ არსებობს. თქვენ რა კომენტარს გავუკეთებდით ამას? მოგესალმებით ბატონმა გურავმა ცოტა გადაჭარბებით და ცოტა ძალიან გადაჭარბებით დადებით და ჩემაფასად და ისა მადლობა ამისთვის ბატონ გენერალს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გენერალი ღირსეული გენერალი გაქებს და ესეთ რაღაცებს სიტყვის შეზე, მაგრამ ეხლა მოდი დაუბრუნდეთ თემას, დაუბრუნდებით თქვენ კითხვას, ეხლა თქვენ რო არ დაგეზუსტებინათ ადრესატი მინ განაცხადა, შეიძლება ალბათ სამიციდან გამოვიცნობდი, რომ ესეთ განცხადებას ან შალვა ნათელაშვილი, ან ხაბეშვილი ციხეში, ან რაღაც ისეთი ოდიოზური პიროვნება გააკეთებდა, რომელმასაც აღარავის აღარ ახსოვს და თავი რომ უცბად ყველა მიკროფონი მიიპყროს სატელევიზიო სივრცის და ინტერნეტ სივრცის, რაღაცა ისეთი ძალიან ხმაურიანი უნდა განაცხადოს და განაცხადა, რომ ცხინვალის მიერთება გადაწყვიტა რუსეთმა. და როგორც ექსკლუზივი პიროვნება ის განაცხადა, ყველა მიირბენენ მასთან, ზოგს უხარია ეს, რომ აი ახალი სკანდალი, მთავრობა რას აკეთებს, ზოგს წყინს, ზოგი შეშინებულია. მე უბრალოდ ვიცი, ეს ჩვეულებრივი იაფასიანი პოპულიზმი პოლიტიკოსის, რომელსაც უნდა კამერების წინ მოხვდეს და ზედმეტი კითხვა დაისვას. ჯერ ლოგიკა უნდა იყოს რაღაცა, რომ ამ ეტაპზე, ეხლა რუსეთის სიკეთის მაინდა-მაინც არ მჯერა, მაგრამ ამ ეტაპზე რაში ჭირდება რუსეთს მიერთოს ცხინვალი და გადაინტეროს საბოლოოდ ყველა ქართველი აბსოლუტურად, ვინც ქართველია და სისხლი უდუხს ეხლა
ვინც უჯისტო გადაგვირებულია ახლა და გამყიდველი მასე არა მაქვს ლაპარაკი. აი რა ლოგიკაა, რაში ჭირდება დაცლილი მოსახლეობისგან დაცლილი ცხინვალი მიერთოს. აი რა ლოგიკაა, ხო, რა სისულელია. ეს დავინტერესდი ბატონო გურამ რომ მითხეს რომ ესეთი განცხადება დავინტერესდი რაზე იყო დაფუძნებული და გვარიც არ ვიცი ნუ ოსეთის მთავრობის მეთაური მართლა ვერ დავიმახსოვრე გვარი იმიტომ რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფორმალური მთავრობის ფორმალურ მეთაურს გადაუყვანიათ მოუკიდიათ ხელი ამ მოსიკაცისთვის და წაუყვანიათ კრემლში რაღაც თანამდებობაზე და აქიდან ააწყო მთელი ლოგიკა და უბედურება და საქართველოს დაქცევა და ეხა ყველაზე დებილი ჟურნალისტი ბატონ შალო გეშველება რამე და ძენი სახით და მე ბოლოს ალბათ კითხავ მარსზე არის თუ არა ცხოვრება იმას აქვს პასუხი დარწმუნებული ვარ და ნუ გასცემს ყველაფერს პასუხებს და ამ სისულელებს რა თქმა უნდა კასკადს და ვიღაცის ტვინში ილექება ეს ვიღაცა სერიოზულად აღიქოს ნუ და ძალიან ცუდია რა ნუ არ არის კარგი პოპულიზმი შენი სამშობლოს ბედით თან მისი უარყოფითი რომ აი ეს ელის და ის ელის ხო და ამის პოპულისტური არ არის რა აი და არ უნდა გიღირდეს იმისთვის რომ პოპულარული იყო ესეთ სიმიძურები აუცილებლად ადამიანმა მაგრამ ნუ ვიღაცას უღირს ვიღაცა ვერ წხვდება შეიძლება მე ხა არ უნდა ბატონ შალოს ვეცე რომ მაინდა ვერ წხვდება რომ რამხელა დარტყმას აყენებს რომ ადამიანების ფსიქიკას თავის ქვეყანას აი თვითონაც ხო იცის რომ ხა ტყუილია მოსკოვის პარტიული სკოლა აქვს დამთავრებული ხო ხო არ არის ახლა ისე დაბალი მოსკოვის პარტიული სკოლა ბევრი ვერ ამთავრებდა თანაც პროკურატურაში ხო და ნუ ახლა შენი რა თითის რომ ტყუილს ამბობს ხო მაგრამ მე ვფიქრობ რომ იმედი მაქვს რომ ვერ ხვდება მაგ ტყუილს რამდენად შეიძლება უარყოფითი ისეთი სპეციალურად ხო არ არის პიარის სახე ხო არ ვიცი ნუ ამ გელი-მგელის თემა არის მე სხვა არის ისა რომ რა გელი მოდის და ნუ არ არის რა ვიცი და ეხლა განვაგრძობ კიდე აქედან გამომდინარე ალბათ ამაზე ააგო ის ლოგიკა რომ აი თან მაგალითს მოიყვანს რომ ცხინვალიდან გადაიყვანეს იქ ვიღაც ადამიანი რაღაც ნუ ჭეკლასის თანამდებობაზე ხლა ის არც მინისტრად დაუნიშნია და არც მინისტრის მოადგილედ რა ხო და ნუ არ ვიცი ხა რაში ჭირდება ეს მით უმეტეს ცხინვალის აი ადრე თუ გვიან დაიწყება მოლაპარაკება და მე ვთვლი რომ აფხაზეთ და ცხინვალს მიჯნავ აბსოლუტურად ორივე კონფლიქტია ორივე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაზეა საუბარი მაგრამ სირთულის და სიმარტივის მიხედვით აი ძალიან ბატონ გურამ სწორად გავიგეთ შეიძლება არასწორად საუბრობ იურიდიული თვალსაზრისით მაგრამ ფიზიკურად და მორალურად ხედავ რომ ცხინვალი ბევრად მარტივად დაუბრუნდება საქართველოს თავის მოსახლეობით ვიდრე აფხაზეთი იმიტომ რომ ნუ აი ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს ამის ვიფიქროთ. დავიწყოთ იქიდან რომ 2008 წელს ომის დროს უფრო მეტი ოსი აქეთ გამოიქცა, ვიდრე ორჯონიკიცკენ გაიქცა. უფრო აქეთ ეგულებოდა თავის თავში საფარი, ანუ და გავაგრძელებ იმით რომ აი მე არ დამავიწყდება ის სცენა, ნუ აი გულიდან არ ამოდის ავაცახსენებელი სასაფლაო, სადაც ბატონი ვაზაგაშვილი ააფეთქეს. აი ეს იყო, ნუ მაგ საფლავზე ვიყავით ვისულები და ეხლა მაგ სოფელი ეს არის კასპის რაიონის ერთადერთი სოფელი, რომელიც ოკუპაციის ზონაში მოხვდა რა. ანუ კასპის რაიონს ნაკლებად შეეხო, ეხლა ძირითადად გორის რაიონი არის და ახალგორი მთლიანად მიუერთა სააკაშვილმა თავის რა ვიცი მე რა მოელანდა რომ ახალგორი ცხინვალის არასოდეს არ ყოფილა და ნუ რა და ესე იგი როგორ არის ეს სოფელი აღნიშნული სოფელი გაყოფილი სასაფლაო მოხვდა ქართულ მხარეს და შუაზეა გაყოფილი ეს სოფელი და იქიდან ნაწილი მოხვედრილია ოსების მხარეს ანუ ოსების როგორ თქვა ოკუპირებულ მხარეს და დგას რუსული სამხედრო რაღაცა პატარა კაზარმებით ჩანს და აღდგომა დღეს ჩავედი ჩვილის საფლავზე ბატონ იურას წავყევი მე მეგობრობდი ამ ადამიანთან და ნუ აი ჩემთვის იყო ახალი ტრაგედია რომ იქით ამ მხარეს იდგნენ ოსები რომლებიც ვერ გადმოდიან აქეთ და ძალიან უნდათ გადმოვიდნენ მით უმეტეს მათი საფლავებიც აქ არის ხო და ხელს უქნევდნენ იქიდან რომ თითო კვერცხი ჩვენ მიცვალებული საფლავზე და ჩვენც იურაც აქიდან ნუ აი იმდენად ის იყო რაღაც აი პასპორტის სცენა იყო ფილმი რო არის ქართული ფილმი პასპორტი რო აი საზღვრის იქი და საზღვრის აქეთ ან რაიკოვის დივანში რო იქიდან რო აი დაახლოებით აი რაღაც აგიჩუყდებოდა გული რომ ეს ხალხი რა უნდა მართუ ხლართებს ამათ შორის რა აი ამ ორ დაჯგუფებას ერს არ ვიტყოდი რა აი ორივე ერთნაირები არიან იქ დედა ქართველი ყავს აქ დედა ოსი ყავს ნუ აი აბსოლუტურად ერთი ეთნოსის მატარებელს ერთი ჯიორი კოდის მატარებელს აი ესეთი ტრაგიკული სცენა იყო რომ აი ძლივს შევიკავე რომ არ ვიტირე და მეც აქიდან ნუ აი
ადამიანებს, რომელსაც უნდოდა რომ აი შენთან ყოფილიყვნენ და ძალიან უნდათ რომ შენ იმათთან იყო რა და მავთულ ხრათები ყოფს დღეს რა. ხო და ამიტომ ეს რაც თქვა აფხაზეთში არ იგრძნობა, მოდი პირდაპირ თქვა ეს აფხაზეთში ესეთი რამეები არ იგრძნობა, იქ არის ცალკეული აფხაზები, რომელიც თავის ნათესავ ქართველს მიტირის, თავის მეზობელ ქართველს მიტირის, მაგრამ მასიურად ეს სამწუხაროდ აფხაზეთში ბევრად კარგად აქვს სეპარატიზმს და სეპარატიზმის გამაღვივებლებს, რომელსაც არაფერი საფუძველი არ უნდა ქონდა წესით დამუშევარი, თან ომის სტატისტიკებაც თავის იქნა, იმდენი დაღუპული, იმდენი იქ გინდა ერთ მხარეს, გინდა მეორე მხარეს. და ამიტომ ის რომ ცხინვალის მოსახლეობა და წინააღმდეგი არაფრის წინააღმდეგი არ არის, ერგლენდის ბაზარობა იყო იმის ნიშანი, რომ ეს ხალხი აბსოლუტურად მშვიდობიანად თანაცხოვრება, თანაარსებობა, ეკონომიურად მომგებიანობა სრულიად საკმარისია, რომ და რუსული ჯარის გასვლა სრულიად საკმარისია, რომ არც ერთი ტყვია არ გავარდეს და ოსმა დაიწყოს სიარული გორში, თბილისში, სიხარულით და ქართველმა უკვე ჩვეულებრივად ცხინვალში აროს და რაჭაში ავიდეს ძველი გზით, იმ ცხინვალის გზით, როგორც დავდიოდით 2008 წლამდე. არა 2008 წლამდე არა მგონი 2004-ის მერე გადაკეტას აი ერგენდის ბაზრობის მერე თორე აი იმ წლებში წინა წლებში ხო სააკაშვილამდე წლებში უკვე გახსნილი იყო ეს კონფლიქტი უკვე ფორმალურ სახეს გაატარებდა რა და მხოლოდ ის ადმინისტრაცია ცდილობდა რომ ეჩვენებინა რომ ოსი ხალხი უკვე ჩვეულებრივად იყო ინტეგრირებული საქართველოში ამიტომ აი ძალიან მარტივად მიმაჩნია ამ პრობლემის მოგვარება და ქართველი და ოსი ხალხის ისეთივე თანაცხოვრება როგორც ეს ხო საუკუნეების მანძილზე რა და ისეთივე მშვიდობიანი თანაცხოვრება რა თქმა უნდა ერთი სახელმწიფოს დროშის ქვეშ თავის ავტონომიური უფლებებით რა კიდე ღმერთთან და ეს არასოდეს არ დაგვაუწყდეს რომ ცხინვალში იყო რამდენიმე ოსური სკოლა და ორჯონიკიძეში არც ერთი რუსული სკოლები იყო. წარმოიდგინეთ იმ ხელა ავტონომიით და ისე თავისუფლად იყვნენ ნაგდა. ეს რა თქმა უნდა დასაბრუნებელია და ეს რა თქმა უნდა მოგვარებადი არის და დროის ამბავია რა. და არა ის რომ რუსეთი იერთებს და რაღაც სიგიჟეების ძახილი ამ დროს და ტყუილის რაც ყველაზე იმიტომ რომ ერთდღიანი პოპულარობა მოიპოვა და ერთდღე გაახსენდე ამ მომრჩეველს რა. არ უნდა აკეთო ქართველმა კაცმა ესეთი რამეები. ნუ რა ვიცი ხა. ყველას თავის მორალი და თავის ნეობა და თავის შუბლის დარღვი აქვს. თუ არ უნებს კი, მაგრამ როცა უნებს? ნებს რა თქმა უნდა უნებს, ის შეძახილი ეგახმაო რა და ართლა უნებს რა. თან ეს პოლიტიკური შეძახილია და არ არის კარგი რა. არ არის ის რუსეთმა იმდენი ცუდი დაგუმართა, კიდე რაღაცა დავაბრალოთ, ხო აღარ არის საჭირო. ცოტა დაგუმართა რომ იმაზე ვისაუბროთ, აგერ ძალიან კარგი რაღაცა მოხდა ამწუხელიძის საქმეზე და იმ მიწების საქმეზე ძალიან კარგი რაღაცა მოხდა. გავიმარჯვეთ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ და არა კონკრეტული ნაძირალე და კვლელის და სადისტის წინააღმდეგ, აქ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლო და ეს ნუ აი თქვათ არის აი დიდებული ნაბიჯი ხო და ცოტა გვაქვს ცოტა ბოროტება დატრიალდა საქართველოში რაღაცები ახალი არ შევთხზად და არ გჭირდება ეს აი რა ნავთი რატო უნდა ვასხა ცეცხლია ისე ცეცხლი ართია უკვე იმას აღარ უნდა ნავთი რა ის ნავთო შეიძლება დაგწვას უკვე ჩვენ მაგრამ ახლა თქვენ მეც მახსოვს და მეც კურირებდი სამშვიდობო ოპერაციებს სამაჩაბლოშიც და იმაშიც აფხაზეთში ზუგდიდში და მე კარგად ვიცი საერთოდ ძალების განლაგება ისინი აი ჩვენ დროს გავაკეთეთ 44 პოსტიდან დავტოვეთ 7 დანარჩენ მოხსენთ იმიტომ არ იყო ბაზარზე დადიოდნენ იყიდულობდნენ ჩამოხანდათ მანდარინები იქიდან ჩამოდიოდნენ მიქონდათ იქ თავისუფალი იყო შევდიოდით დაურეკავდით იქიდან შემოდიოდნენ თბილისში აი პარასტავები ალან ივანიში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ყოველთვის ყველა საკითხებს წვეთდნენ ყველაფერის გაკეთება შეიძლებოდა აი არასდროს არც ქართულ საკანონმდებლო სისტემებში არც კლიანად საქართველოში მოხდა შევიდა ჩვენი ჯარები იქ სადაც სამშვიდობო მანდატი იცავდა აი თქვენ ახლა გააქვთ ეს სიგნი ხელში სამშვიდობო მანდატი რომელიც იცავდა ეს არის კანონი რომელსაც იცავს გაეროს კანონია და ხშირ ყველაფერი ჩამოწერილი რაც არის ეს ძალები რო გადავიდე დაბომბეს ეს ისინი დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები იქ ეს ყველაფერი ვინც გააკეთა მან ხო დაარღვია ეს კანონი რა თქმა უნდა მან ხომ აი ეს 405 ადამიანი დაიღუპა ხომ 128 სოფელი განადგურდა ქვაღორღი იყო იქ და იმას არაფერი არ ქონდაო იქ ერთიო 20000-ზე მეტი პირუტყვი რომელიც იქიდან დაიკარგა ხალხმა ვერ მოასრო გამოსვლა
დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და ევაკუაცია, ანუ საბრძოლო თეატრის მომზადება არ მოხდა. ის სამხედროები, რომელიც ამას ამზადებდნენ, ნახევარი ამ სამხედროების ქვედანაყოფები, სენაკის ბრიგადა, მაგალითად, მე-4 ბრიგადა და ისინი, სამშვიდობო ოპერაციაში იყო, ზოგი ერაყში იყო წასული. პირველი ბრიგადა მთლიანად ერაყში იყო. ზოგი იმაში, რა ქვია, ავღანეთში იყო წასული. მათ შორის კოსოვოშიც იყო ერთი ოცეული და სწრაფი რეაგირების კორპუსი გერმანიაში, რომელიც იყო ჩვენი ასეული 188 კაცი იქ იყო წასული. ანუ შენ ძალები არ ყავს. ეშელონირება ძალების არ გაქვს. მტერი, რომელიც შენ წინაში უნდა იყოს, ხო უნდა იყოს ვერ გამოსახული. შენ წინაში არის რაღაც ბრიგადა, რაღაც ბრიგადის შემადგენლობა, ის ეშელონირება, მისი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ამოცანა, რომელიც იმ ბრიგადას აქვს. და შენი ამოცანა, ვის უპირისპირდები, რას აკეთებ, რა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა გაქვს, იმისათვის საბრძოლო მოქმედებები რო დაიწყო. დაიწყო ხო ეს ყველაფერი. ამისგან გამომდინარე 62 ტანკი დატოვა ბრძოლის ვერზე. უბრალოდ დატოვა ეს ყველაფერი, ჯარი მოუმზადებელი იყო, ჯარს სჭირდება მომზადება. აი ჩვენ ახლა უკრაინაზე რო გადავალთ, აი გვექნება ეს თემა. თქვენ როგორ ფიქრობთ? ახლა ჩვენ გამოცდილები ვართ, ომი ვიცით რა არის და ყოველთვის სამხედრო, ყველა სამხედრო ცდილობს თავი აარიდოს ომს. თავი აარიდოს ომს და განსაკუთრებულად აი ჩვენი თაობის ხალხი იმასაც ვცდილობდით ყოველთვის, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არ მომხდარიყო ომი. ჩვენ ტერიტორია შენ რო შეკავს ჯარი და შენ ტერიტორიაზე იწყებს საბრძოლო მოქმედება, შენ ხარ მოღალატე. მეტი სხვა ამას განმარტება არ აქვს. აი მე მითხარით, აი ის რომ ტალიავინის ამ 16-33 რეზოლუცია და ისინი, მე როგორც ადამიანი, აი სამხედრო, ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არაფერი არაა იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო ძალებს, რომელსაც მანდატი ჰქონდა, იმ რუსეთის ჯარებს, რომელსაც მანდატი ჰქონდა, მედვედევი ორი თავით უფრო მაღლა, როგორც იურისტი, მე საერთოდ პატივს ავცემ ადამიანს არ მიყვარს მე ეს ადამიანი, შეიძლება ამას არ უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ ვიცი რა საქართველოსთვის მაგან გააკეთა. შეიძლება ამის არ გაკეთება. მაგრამ ის ყველაფერი ესე იგი შენ შეიჭერი თხოვა გაეროს ეუნება სამშვიდობოები გამოუშვი ჩადგეს იქ იმიტომ რომ საბრძოლო მოქმედებები მიმართულებას არა. მაშინ თქვენ მე მივიღებ გადაწყვეტილებას რომ დაიცვა ეს ხალხი და დაიცვა და რა გამოვიდა. ჩვენ დავკარგეთ ეს ტერიტორიები და ჩვენ ამბობენ გამოდიან ოკუპაცია და რუსი ოკუპანტია. რადგან ახალ ოკუპაციაზე უფრო დიდი სიზნელეებში ჩაგვაყენეს ჩვენ და დიდი ძიმე საქმე გააკეთეს. ჩვენი ტერიტორია კუთვნილი სახელმწიფოებრივად გამოაცხადეს და მიცენ. ოკუპაცია რა არის? დროებით ტერიტორიის დაკავებაში დაიკავა რაღაცა დრო გავიდა და ეს შენია იმის არ ამბობს რომ იურიდიულად სხვა ტერმინია ოკუპაცია და ანექსია ბევრად. აი თქვენ როგორ შეაფასებთ? აი ახლა კოსტუმებისთვის ის იმისთვის ჩვენ თავს დავცინით სამართალს დავცინით რას დავცინით? მე რა ვიცი დიდი ხანია ვიძახი სხვათა შორის წულუკიანის კომისიაზე წევს თქვი და მაინდა-მაინც აი ვერ ჩაწვდნენ სიღრმისეულ ბოროტებას რაც მე განვაცხადე. თქვენ ტანკებიო რომელიც იქით დარჩაო და თქვათ ერთ-ერთი მიზეზად დაასახელეთ ჯარი არ იყო ამისთვის მზადო არა მე უფრო მძიმე მიზეზს დავასახელებ რა თქვათ ავიღოთ ფოთი ქალაქი ფოთი რომელიც საერთოდ არ იყო საბრძოლო მოქმედებების ზონა და ის სამშვიდობო აი რასაც თქვენ ბრძანეთ რა აი ეს კაი თემა ეხა უყურეთ ფოთი არის ნუ აი ჩემი ცირის აი ძალიან მიყვარს ეს ქალაქი ძალიან მაგარი ადამიანები ცხოვრობენ იქ ვინც მსახურობდნენ თქვათ იქ პორტში თუ იმაში ძალიან მაგარი ბიჭები აი ერთმანეთზე უკეთესები და წარმოიდგინეთ რომ ყველა მიცის ომი დაიწყო 8 აგვისტოს თუ 7 აგვისტოს ეხა ნუ უნდათ რაღაცას ხან გადააკეთებენ ხოლმე ადრე უყვარდათ 8 დაწერდნენ და შავლენტას მიახატან და რა სიმბოლური და სიმბოლოები უყვარდათ რა ეს ტრაგიკული სიმბოლოები რატო უნდა გიყვარდეს და რატო უნდა იყოს და ნუ ეხა 7 საიძახე რომ არა 7-ში დაიწყო და რაღაცა 9 მაისს 8 მაისს დაამსგავსეს უკვე ეს მაიმუნობა რაში ჭირდებათ ეხა ესაც ვერ გავიგე და ფოთში იგებენ რომ რუსული ჯარი ხრიგინით, ჟანგიანი ტანკით აფხაზეთიდან მოემართება, ნუ იქ რამდენი უნდა გაიარო რომ ფოთამდე მოხვიდე. ხო, საკმაოდ დიდი ტანკის ისრაფით რა, ეხა ის ტანკიც კი არ მოფლე, მართლა ჟანგიანი ტანკი მოხრიგინებს. ფოთში დგას ამერიკელების ნაჩუქარი, აი უძვირფასესი, სწრაფმავალი რამდენიმე კატერი, აი რო შეხედავდი გესიამოვნებოდა ის სასაზღვრო ფოთში დგას ნუ არავინ ეხა კატერი შეება მე ვერ ახსნა იმიტომ რომ ვერ ვიყურებ მე ვიზუალურად მომწოდა ის მართლა მაგარი კატერები იყო მაგრამ ალბათ სამხედრო სამანქანო ტექნიკაში ყველაზე ძვირადღირებული მანქანები სამხედრო ჰამერები ამერიკელების გადმოცემული დგას რა
და ეხა ბატონო გურამ თქვენ უნდა დამაჯეროთ მე რა ან ვინმე რა მიშისმა სასურთ ვერ აღრაშუაშკათ უნდა მთელი სააკაშვილის ჯგუფი შევაგროვოთ და დამაჯეროთ ფოჩი არ მოინახა არც ერთი ადამიანი რომელიც ან იმ კატერს რომელიც შეიძლება მხარზე შეიდოს 4 კაცმა და გადაიტანოს ისეთი რო ეს კატერები დაეკოქა და პალეასტომში სადაც გინდა შეგეიმას ვერ კაცშვილი ვერ იბუჩო ხო სადაც გინდა არც ერთი კაცი კაი კატერის სპეციალისტი შეიძლება ცოტა არის და არ მოიძებნა არც ერთი მძღოლი არ მოიძებნა ჰამერი დაეკოქა და გარაში გადაიყვანა სადმე რა თავისთან რომ რუსებს არ წაეყვანათ რა გასაღებები დახვდა ჩიგნით მოვიდა რუსები დაჯდნენ კადრებიც არის ამისი მე გვანახეს აი რა ცუდები არიან რუსები და არავის კითხვა არ გაუჩნდა რატომ მოხდა რუსის ხელში იმიტომ რომ საქართველოში ესეთი კითხვები არის პროფესიონალიზმის ნულოვანი დონეა არავინ არ იკითხა რომ რატო არც ერთი ხამერი არ გადავიდა სხვაგან ბიჭებს უკითხე ვინც იმსახურობდნენ გავიყვანდი და მიმახრტავდენო ხელი არ ახლოთ არ გაინძრეთ ბრძანებები იყო ანუ ეს იყო ქონების გადაბარება უფრო მეც ვიტყვი კოდორიდან მე-5 ბრიგადა მშვენიერი მეთაური ძალიან კაი ბიჭით აი მშვენიერი შტაბის უფროსი პირდაპირ ვიძახი აი არ მიყვარს შეკება რო იყოს ცუდი ვიტყოდი ცუდი იყო რა ცუდი მეთაური არ მინახე გვარის დასახელება მაგრამ დადებითი და ძლიერი მეთაური იყო კარგი შტაბი ყავდა ყველა ის რა ქვია ესი კარგი ყავდა მართლა რა კარგი მე-5 ბრიგადას ყავდა კარგი მეთაური და კარგი შტაბი იღებს ბრძანებას რომ ყველაფრის გარეშე გამოიპარონ ანუ ნუ არ იბრძოლოთ გასაგებია ბრძანება უკან დახევის ბრძანება უკან დახევას აქვს სხვადასხვა ვარიანტები ხო მოდიხარ იარაღით არა იარაღით დატოვეთ ისე უკან დახევა შეტევაზე უფრო რთულია მოცანა საკმაოდ რთულია მოცანა მაგრამ აქ არის გამოპარვა ბრძანება და არა უკან დახევა თან ბრძანებას რა ახლავს არა თუ არ წამოიღოთ არაფერი არ გაანადგუროთ კაცო საწყობს პიჩკა არ გაბედოთ ვინმე მიგ რამე დაწვათ ყველაფერი ხელუხლებელი დაოჩი M16-ები და M4-ები 1000-ობით ატარდებდა აფხაზები რო დათრობიან 4600 აფხაზები რო დათრობიან დღემდე ერთად დაბადების დღე M4-ებს ჩუქნიან დღემდე იმდენი ატარილი დასაწყობებული და მომძაკ ბატონო აგერ ინებეთ ბატონო ამაზე ანუ ეს ხო მე კიდევ ამბობ რა მე-5 ბრიგადის ხელმძღვანელობა და ჯარისკაცებს ეჭვი იმათ პროფესიონალისტი და პატრიოტი მე ეჭვი არ მეპარება და ზუსტად ვიცი რა ბრძანება მიიღეს ზუსტად ვიცი და აბრძანების დაუმორჩილების შემთხვევაში რა ელოდათ ისაც ვიცი როგორ ჩავაძე და თეთრაძეები და 1000-ობით რამდენი გაუბედურეს რომ ის მე ზოგი დახურდა ზოგი დაახტა ეს რა იყო ეს იყო წინასწარ შეთანხმებული მე ვერავინ ვერ დამაჯერებს ეხლა რა ფაქტებზე თან როგორ ფაქტებზე საუბრობ ეხლა ის კატერიები რომ ხამერებზე რუსი ივანუშკას უდევს და მიხავს ის თემა საქართველოს ნახა ხო მე ხო იმას არ ყვები ეხლა ელისო კილაძე ხო არა ვარ ღმერთთაგან ციხეშია საწყალი ისა რა ყურში ჩიტმა ამბავი მომიტანა მე ვლაპარაკობ იმას რაც თემა ქვეყანამ ნახა ხო თელმა საქართველოს რაც ნახა ხო იმას ვლაპარაკობ და უბრალოდ კითხვა არ გიჩნდებათ ხალხო რომ როგორ არ მოხდა ამ ქონების გადამალვა შენახვა რატო აი ეს ხელუხლებლად გასაღებით რო არ ეწვალათ იქ მავთულებით რო არ ეწვალათ და ყველაფერი ეს როგორ მოხდა კოდორში ერთი ასანთი და ერთი სათლი ნუ მეურის გასაგებენაზე ბედრო ნავთი ვერ იშოვეს ამ ბენზინი ვერ იშოვეს რომ მიასხი რა ამ საწყობს და სპიჩკა მიეცი რა ვერ იშოვეს ეს იყო გადაბარების ოპერაცია. მას შორის შედიოდა ამ გადაბარებაში ქონებრივი გადაბარებაც. სხვათა შორის მე შემიძლია ცოტა მძიმე ეჭვიც გამოთქვა ომის დაწყებამდე, ახლა უკვე საიდუმლო აღარ არის, ებრაელები გვეხმარებოდნენ, ისრაელის სახელმწიფო გვეხმარებოდა, ნუ არ მგონია უანგაროდ, მაგრამ გვეხმარებოდა, შეიძლება ნუ აქაც კორუფცია იყო, ნუ ეს სხვა თემებია. ტანკებს ეგრეთ წოდებული სიმების დაყენება რა, რომელიც აძლევდა ღამეს მოქმედების საშუალებას ტანკის სრულ სიბნელეში ღამის ხედვებით და აძლევდა საშუალებას იმ ადგილზე დამიზნებით რომელსაც საერთოდ ვერ ხედავდა ანუ ბორცვის იქით ეს ახდენდა ანუ იყო იმდენად ახალი ტექნოლოგიები ებრაული ეს მოხდა ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ეხლა მე სრულებით არ მიგვის ტანკები რატომ მოხდა რუსების ხელში ხელუხლებლად აბსოლუტურად არ მიგვის გადაბარების ოპერაციაში თქვა რუსების ახალი ებრაული ტექნოლოგიები ძალიან საინტერესო იქნებოდა
ისო აეფეთქებინათ რუსებს და დაეზიანებინათ, არ იქნებოდა მომგებიანი მათთვის. მათ ჭირდებოდათ ეს ახალ-ახალი ებრაული ტექნოლოგია, რომელიც საქართველოში დავამონტაჟეთ ტანკერზე და ხელუხლებლად მოხვდა რუსების ხელში. არც ტანკი არ დაიწვა. მოკიდეს იმ აი ბატონო თუ გახსოვთ ტრალი აკუბარდია რო ეხვეწება დაგვიბრუნეთ ტანკები და თავდგირიძე გვერდიდან ხო აი წაგვართოს დაგვიბრუნეთ ჩვენი ტანკები და რაღაც დაასასაცილო და არ დაგვიბრუნეს სხვა ჩვენ სატირალია აკუბარდიას თხოვნა სასაცილო არ იყო სატირალია მაგრამ არა ბატონო გურამ ეს არის კლასიკურად უცხო ქვეყნისთვის ჩატარებული სპეცოპერაცია შენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელსაც ატარებ კაი ეს ოპერაციები, მაგრამ ტერიტორიები და ახალგაზრდების სიცოცხლეები შეეწირა რა. მე ხლა 405 კაცი შეეწირა. მე კიდევ ამოფ ეხლა რა, მე ხო ისეთ რამეს არ ყვები რომ რაც, აი მე ვიცი და ეხა ბომბი გავხეთკე, არა ყვები ჩვეულებრივად. ხა მეხუთე ბრიგადაში მსახურობდა 500 კაცი, ხო იქ 500 კაცი მეცე კიდე მეტი იყო, ხო? 2000 მეტი კაცია. თუ ყვი ვარ, დაიბარონ რა ის ბიჭები რა. აი ბატონო მალხა. დაიბარონ პროკურატურაში და კითხონ რომ იქნებ მალხას თოპური არა, ერთ გაბრალებთ კაცო თქვენ არა, არაფერს არ ვაბრალებთ, ის ბიჭები არიან. უწესიერესი ბიჭები მიიღეს აი ესეთი გაოცებული ბრძანება და გამოვიდნენ იქიდან. აი მე როგორც სამხედრო, თქვენ როგორც სამხედროს და როგორც საზოგადოებას ვეუბნებით სამხედრო წესებს. მეთაური აი ავიღოთ ბრიგადის მეთაური, ნუ ყველა მეთაურებზე ასეთი რა არის. პასუხისმგებელი არის რაზე ის? საბრძოლო ტექნიკის მზადყოფნაზე, მის შენახვაზე, პირადი შემადგენლობის მომზადებაზე, მის საბრძოლო მზადყოფნაზე და მის დისციპლინაზე. აი ეს პუნქტი. აი ეს პუნქტები რო შეასრულოს მას, ამიტომ მას აქვს მოვალეობა. ფუნქციური მოვალეობა. აი მაგალითად ასეულის მეთაურს აქვს 27 პუნქტი. ფუნქცია რა უნდა გააკეთოს მან. და ეს ყველაფერი რომ შეასრულოს, ამისამა შეასრულოს, ამისაც მას აქვს უფლებები. არც ერთ ბრიგადის მეთაურს არავის არ აქვს უფლება, ვინც არ უნდა უბრძანოს, დატოვეთ იარაღი და წამოდი და ისაქენი, რა ქვია, ნუ რამე ისეთი ოპერაცია შეიმუშავა. თუ ეს კეთდება, მაშინ უნდა იყოს დაწერილი და უნდა იყოს ეს ყველაფერი ფელდიაგერით და ყველა იმგერით გატარებული. სხვანაირად არ არსებობს. ამიტომ მე და შენ როდესაც ვლაპარაკობ როგორც სამხედროები, ეს ბრიგადის მეთაურიც არის მისაცემი სისხლის სამართლის იმაში. არა, ბატონო გურამ ერთ რაღაცას ვიტყვი და ალბათ დამეთანხმებით. მე ყველაფერს ვსაუბრობ უბრალოდ მიზეზის გამო. მე გახდით იმ კომისიის წევრი, რომელიც სწავლობდა ვინ რა თქვა და ვინ რა მოყვას არა. ფურცელზე დატანილი ბრძანებებს. ხო. აი იმ კომისიის წევრი გახდით ბატონ გენერალთან, იგივე კაპანაძესთან, იგივე სურმაოსთან და ბევრ სხვა ისეთ გენერალთან ერთად. მე არა მაქვს უფლება ყველაფერი ვთქვა. ანუ იმ კომისიამ მე მესმის, შეკრა და დადო. ბრიგადის მეთაურები არიან აბსოლუტურად ღმერთის და ერის და კანონმდებლობის და სამხედრო წესების წინაშე ცამდე. აი ზუსტად მაგას ვამბობ ბატონო ახალს. სამხედრო წესები თუ მოვიდა შენი ზემდგომი მეთაური და მოგცა ბრძანება. დაგიწერა და მოგცა ბრძანება და ეს ბრძანება არის ღალატი. ხო? შენ აბარებ ტექნიკას. ამას არ ჭირდება ორი თავი, სამი თავი. არა, უყურეთ ბატონო, რატო აბარებ ტექნიკას იქ ხო არავინ არა. შენ აბსოლუტურად შვიდად გეხარ კოდორში, სადღაც ომი მიდის. აი დავაბეხოთ ბრიგადის ხელმძღვანელობიდან, სადღაც მიდის ომი, დგეხარ და მოგდის ბრძანება ოფიციალური, ქაღალდით ყველაფერი დაუყოვნებლივ შეიარაღების გარეშე, ყველაფრის გარეშე. დატოვეთ ტერიტორია. შენ არ იცი, თქვათ რა სამხედრო არა, ბატონო არავის არ აქვს, კიდევ ერთხელ გეუბნები. აი მე როგორც სამხედრო 37 წელი ვიმსახურე. ვიცი, აი კიდევ ერთხელ გეუბნები. რა ბრძანებას არ უნდა მოგცეს, შენ დატოვე ტექნიკა, დადე იარაღი, ისქენი, ამისი უფლება არავის არ აქვს. მით უმეტეს ქვედანაყოფებს რომ მისცეს. და არავის უფლება არ აქვს. ის მეთაური ამაზე აგებს პასუხს. იარაღზე აგებს, მე ხო ჩამოგითვალე არა ეს პუნქტები, რაზე აგებს პასუხს. ის ამაზე აგებს პასუხს და ვიღაცა მოვიდა და ეს ყველაფერი დაღარა, რას ნიშნავს დაღარა? უფრო მეცაც ვიტყვი, სხვა შორის ბრძანება არ იფიქროთ რომ თავდაცვის სამინისტროდან მოდიოდა. უფრო მეცაც ვიტყვი. კოდორში იყო წარმოუდგენელი უკვე კანონდარღვევა, ომამდისაც, ანუ 2008 წლამდისაც გედემესე განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო რომელიც ასევე იდგა, ჯარი ემორჩილებოდა. არა, ანუ ეხლა წესით ხო, მე ისე გავმოვიდა რომ
ზაზა გოგავასკენ გავიშვირე ხელი. არა, ბატონო გურამ, არა, ზაზა გოგავა არაფერ შუაში არა, აბსოლუტურად არც უდად და არც კარგად, არაფერ შუაში არა. ზაზა გოგავა განსაკუთრებულ დავალებათა სამართველო, სხვა შორის წინა წელს მე მთელი ზაფხული გავატარე კოდორში და იყო მესამე ბრიგადის მეთაური იდგა ომის დროს, ვინც მესამე ძალიან კარგი ოფიცერი იცით თქვენ და ეხლა სამწუხაროდ საქართველოში აღარ ცხოვრობს ეს ოფიცერი. ის იყო მესამე ბრიგადის მეთაური ომის დროს და პირდაპირ დაქვემდებარება ქონდა გვარი აღარ მახსოვს განსაკუთრებულ დავალებათა სამართველოსგან იღებდა თქვათ პოსტი გახსნას დაკეტეს გახს მე და თქვენ ერთი და იგივე თემაზე კი ვლაპარაკობთ მაგრამ ჩვენ ხო კაზუსების გიხსნით მე თქვენ კიდე როგორ მე გავიგეს აი იარაღი რომელიც ჩაბარებული აქვს მეთაურს არავის არ აქვს უფლება მას უთხრას რომ ეს იარაღი დატოვე და წადი სად დატოვოს ვით დატოვოს ვის გადააბაროს უბრალოდ დატოვა აი კოდორის ხეობაში თქვენ საწყობების რა უკვე არა არაფერი ვინ დარჩა იმ საწყობების მართლა ვისია ეს საწყობები და ვინ არის პასუხისმგებელი კი ერთია კი ბატონო ყველა საწყობს თავის პასუხს აი ეს ყველაფერზე აგებს პასუხს მეთაური მას შეიძლება უბრძალონ იბრძოლაში არ ჩაერთოს და შეცვალოს პოზიცია და დატოვოს პოზიცია და წამოვიდეს კი ბატონო მაგრამ პირადი შემადგენლობა იარაღი მისი რაც მას აქვს ჩაბარებული ამაზე აგებს პასუხს აი თქვენ წესდებიდან წაგიკითხეთ მისი 4 პუნქტი მე იცით გამოვდივარ იქიდან რუსული გამოთქვა ძალიან ბოდიშვი ხდი მაყურებელთან приказ сперва выполняется, только потом обсуждается. არის ესეთი გამოთქვა, ეს საბჭოთა არმიაში ვისწავლე. მალკას, მე და თქვენ სამხედროები ვარ. ხო, მაგრამ ეს კანონმდებლობის დონეზე არ არის, ეს არის გენერალური შტაბის უფროსი, რომელსაც დაუსვეს ამოცანა, ხო? ეს ამოცანა შეიმუშავა მაგან გეგმა და ამ გეგმის მიხედვით ის ასრულებს ამ ამოცანას. მეორე საკითხი არის, როდესაც გუგავას ნიშნავდა გენერალური შტაბის უფროსად, რომელსაც ადამიანს არ ჰქონდა. ამისი განათლება ის ნორმალური ოფიცერი იყო, რაც იყო მის საქმეში იყო ის გენერალური შტაბის უფროსად როგორ ნიშნავ იმას. რა იცის იმან გენერალური შტაბის ჯარები იცის, ავიაცია იცის, სახმელეთო იცის, артиლერია იცის, არ როგორ უნდა გამოიყენოს ეს გენერალური შტაბის უფროსმა. აი შეიკრიბა ეს ხალხი და გეგმას აკეთებენ. რა გეგმას აკეთებენ? ძალათა თანაფარდობის და ესე იგი ვინც დანიშნა ის თანამდებობაზე ის არის ტრიბუნალში გადასაცემი. აი მე და თქვენ ახლა მოვედით იმ ძირითად პუნქტზე. კი ბატონო. ამისათვის ჯარი აი ამისათვის არის ორგანო შეარაღებული ძალებისთვის ლაპარაკობ. სამხედრო ტრიბუნალი და სამხედრო პროკურატურა. ყველა დარღვევებს სამხედრო პროკურატურა სწავლობს იმას, ითვისებს იმას და სამხედრო ტრიბუნალი შემდეგ ასამართლებს ამათ. ერთიც გაუქმეს, მეორეც გაუქმეს. სამხედრო პოლიცია, რომელიც შექმნეს და რატომღაც პოლიციის, სამოქალაქო პოლიციის ისინი აქვს ფუნქციები, გაუგებარია ეს ყველაფერი. კი ბატონო. უბრალოდ შეიძლება პოლიცია დაარსო, მაგრამ თუ სამხედრო, მაგრამ სამხედრო ფუნქციები უნდა ქონდეს. კი ბატონო. სხვანაირად ეს შეუძლებელია იყოს. ის არ შეიძლება იყოს და უფლებები ქონდეს და მას ზევიდან არც ტრიბუნალი ყავდეს, არც სამხედრო პროკურატურა. ეს იყო ოდიოზური ministrების პირადი არმია, სამხედრო პოლიცია. ოდიოზური ministrების პირადი არმია იყო. მთელი ზონდერობა იქ ყავდათ. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეს იყო ვთქვათ, ოქროაშვილის დროს დაიწყო ეს ბოროტება და მთლიანად რაღაც საშინელი ტიპებისგან დააკომპლექტა, არც ერთი სამხედრო არ იყო მათ შორის, არც ერთი სამხედრო არ ერია მათში. არა და ეს არის სამხედრო წმინდა სამხედრო სტრუქტურა, თავის საბრძოლო დავალებებით. ამერიკულ ვარიანტს თუ ვიწერთ რა, თუ გვინდა გადმოგვეწერა, მაგრამ ჩვენ ხო ეგ არ გვინდა, ხა ოქროაში ჭირდებოდა, ვანო მერაბიშვილს თუ ყავდა თავის ისენი რაღაცა, ამასაც ჭირდებოდა თავისი რა, ეგ იყო. მე ახალაია თლად განავითარა, სხვა შორის წეგავსაუბრობთ ამ თემას ნუ გავშვით ეხლა და უფროსი ოფიცრებს არ აქვს იარაღის თავისუფლება და იმას რა ქვია აკუმულატორის დამტენად რომ მუშაობს სამხედრო პოლიციაში გაქვს იარაღის თავისუფლება. დაზვერვის ოფიცერს, მაიორს, პოლკოვნიკს არ აქვს იარაღის თავისუფლება. და აი იმას აკუმულატორის დამტენავს აქვს და სხვა შორის დღევანდელი სამისто ვერცლის ამ კანონს ministrთან ჩავაყენეთ საქმის კურსში არ გავშალოთ ეს თემა და კიო ვიზრუნოთ რამე და ნუ დღემდე ვერცლის რა კანონმდებლობას ანუ მე მაგალითად ცხოვრობ ბაჩუახალაიას კანონმდებლობით საქართველოს ცხოვრობს ქართული კანონმდებლობით და მე ვცხოვრობ ბაჩუახალაიას კანონმდებლობით
ეს მე და თქვენ ახლა მივედით იმ ზღვარზე, რა ზღვარიც არის, ესე შეუთავსებლობა. შეუთავსებლობა რას ნიშნავს? აი მაგალითად თავდაცვის სამინისტრო, ყველა წოდებები შეიძლება კონდეს მაგალითად იმ წოდებას კიდევ რაღაცა დამატებული, მაგრამ არის თანამდებობები სამხედრო პოლიციის თქვათ უფროსი ვინც არის შეერაგებული ძალების თანამდებობა გენერალ-მაიორი. მის ქვევით ვინც მოდის, ის არის პოლკოვნიკი. კი ბატონო. აი რანგზე ეცე მეგდათ მე შტაბის უფროსის მოადგილე ვარ, თქვენ ხართ პოლიციის უფროსი, სამხედრო პოლიციის უფროსი. ერთად წარგვადგინეს და მოგვანიჭა სამხედრო წოდება. მე ვხდები ბრიგადის მეთაური, მაგრამ შენი უფროსი ვარ და შენ სამხედრო პოლიციის უფროსი ხდები გენერალ-მაიორი. როგორ? სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მე-16 პუნქტი, რომ ჩემი გაკეთებულია, მე ვიცი პარლამენტში არის გატანილი ეს, იქ არის საღად არის ჩამოწერილი, რა და როგორ უნდა იყოს. აი გააკეთეს იმაზე, მდინარაზის იმაზე, ნუ რაღაც რაზე დადიან, რას იმაშვებიან. უმცროსი ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი და ეს ყველაფერი. ამ დროს არც სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აქვს წაკითხული, არც წარმოდგენა აქვს ამაზე, იმიტომ რომ ვადაზე ადრე წოდების მინიჭება შეიძლება ერთხელ, კი ბატონო. მეტი არა. და ისიც როგორ უნდა იყოს, იცი, აი მაგალითად კაპიტანსა და მაიორს შორის, ხო, არის თქვათ 3 წელი. აი შენ თუ წელიწად ნახევარი არ გავლილი, შენ ვადაზე ადრე ვერ მოგანიჭება. კი ბატონო. ამ წოდება. ეს თავის იმაზე გაიარა და აწვალეს და ბოლოს გენერალობა და ამ დროს პრეზიდენტს იმ თანამდებობიდან გამომდინარე რაც მას ჰქონდა სტატუსი, აი მაგალითად საავიაციო ქარხნის დირექტორი, ხო, სტატუსი იყო გენერალ-მაიორის მისი. რაიკომის მდივანი თქვენ კარგად გახსოვთ, რომ იმას პოლკოვნიკი იყო თუ ისო პოლკოვნიკი თბილისის იმის მდივანი იყო გენერალ-მაიორი. ისინი გადიოდნენ სამობილიზაციო შესაბამის სწავლას და იმაზე და ანიჭებდნენ ამ იმას. შენ ეს არ გააკეთე და გინდა რაღაცნაირად ეს წოდება რაღაცნაირად მიაწოდო. როგორ მიაწოდო? შენ შეგიძლია პირდაპირ მიანიჭო მას ბრიგადის ან გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ვალებ. ბატონო გურამ, რასაცინი იმას. სამოქალაქო ენაზე გადავიტანოთ, ეხლა თქვენ რაც საკმაოდ დამაჯერებლად ისაუბრებთ და სამოქალაქო ენაზე საქართველოს ცხოვრობენ ადამიანები, რომელსაც შრომის წიგნაში პირველი სამუშაო ადგილად მინისტრი უწერიათ. ასე რომ ეხლა ნუ არაფერი საოცრება ის არა რომ რაღაც განყოფილება სამართველო დეპარტამენტი პირველი სამუშაო ადგილი უწერიათ აი ძალიან ბევრი ყავს ხო აი თქვა აი მაგას მაშინ გამაგებინე კონსტიტუციაში წერია კონსტიტუციაში ესე იგი პროკურორები და ჩამონათვალია ეს აუცილებლად უნდა კონდეს იურიდიული განათლება კი ბატონო გენერალური შტაბის უფროსი ნიშნავს თანამდებობაზე, იმაზე სამხედრო მოსამსახურის იმაზე. იქ სტატუსი არ წერია. არა, იმიტომ რომ ესე იგი შეიძლება იყოს ის მაგალითად. ვერ ხვდებიან რომ ეს აი როგორ ვთქვა, აი ყველაზე გასაგებიანი თვითონ ყველაზე გლეხურიანი, რომელიც მეც ყველაზე კარგად მესმის, მე რომ მითხარ რომ გულის ოპერაციის სპეციალისტად გნიშნავ და გულის მე თუ ვარ თავხედი და ნუ კვლელობისკენ მიდრეკილი დავთანხმდები რა, იმიტომ რომ ყველა ჩემი ნაოპერაციები სიკვდილით დავთანხმდება. აუცილებლად, იმიტომ რომ აფერი არ მესმის ამ საქმეს, ხო? მაგრამ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც თანხმდებიან რა. თანხმდებიან რომ გულის ოპერაცია გააკეთონ. პასუხს არ აგებს ის ვინც ანიჭებს? ის ნიშნავს? თუ მე პასუხი არ მომეთხოვება და რა მე დავიწყებ გულის ოპერაციების კეთებას. ეს უკვე შენს ნეობაზე და შენ ნამუსია, შენ ხო და ესე არის სათანადო ხა გენერალური შტაბის უფროსი, როგორ აღხსნა რომ ერთ-ერთი აი როგორი საპასუხისმგებლოა, იცი რომ ადამიანს კი არ უნდა უხაროდეს, ხა ბატონო გურამ, თქვენ იყავით მოდი პირდაპირ ვიტყვი, ხა ყოველგვარი პირფერობის და იმის გარშე, ყველაზე ცუდ დროს საქართველოში ყველაზე ცუდ ადგილას გენერალური შტაბის უფროსი, ხო? აბა აფხაზეთის ომის დროს ხა ბევრმა არ იცის ესა რა და გენერალური შტაბის სადაც ყველაფერი იგეგმებოდა. თქვენ შეძელით ის საოცრება რა, მე არ შემწყვება არასოდეს ამის თქმა, ის საოცრება რომ რუსეთის გენერალურ შტაბს ყველა საინფორმაციო საშუალებებით ათქმევინეთ რომ სოხუმი ავიღეთ 16-17 მარტს და მათ გენერალური შტაბის უფროსმაც კი თქვენმა ოპონენტმა და მტერმა კოლეგამ იგივე განაცხადა და მე დღეს ბოდიში მოიხარ შევცდით რომ ვერ ავიღეთ ეს რა გვიქნესო რა 16-17 მარტს ეგონათ აღებ ყველა საინფორმაციოში კი ანუ გადასა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კი კალესნიკოვის ის კი ბატონო
და ბოლოს მოკაკვეს თითი არა ესენი ვიყოფილა, ნუ ისეთი რაღაც ხრიკები მოგვიწყესო და ეს იყო თქვენი გათვლილი კომბინაციები, ამთან კარგად იცოდით ახლა ტრისენა თქვენზე კარგად არავინ არ იცოდა, ის ჯარის უმაღლესი ეშელონიდან გადმოხვედით მშიერ საქართველოში, ხო? ეს რეალობა არ და ეს დასაფასებელია, ბევრი ვერ ხვდება მაგას, რომ აი, ბატონო ახას ერთი ის მინდა სხვაობა. სამშვიდობო ოპერაცია სამაშაბლოში, სამშვიდობო ოპერაცია სოხუმში, აფხაზეთში. რამდენ სხვადასხვა სხვაობა მათ შორის. მოდით ბატონ გურამ, აბსოლუტურად ის იყო გაეროს ეგიდით რა, აგერ არის მთელი აფხაზეთი იყო, ანუ სოფლიო თავარი მაკონტროლებელი ორგანო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით იყო. იქ რუსული ჯარი რუსეთის დაქვემდებარე, ის გაეროს დაქვემდებარებაში, იქ ქართული ჯარი გაეროს დაქვემდებარებაში იყო, ხო? ეს იყო აბსოლუტურად სტატუსი, უმაღლესი სტატუსი იყო ალბათ სოფლიო მასშტაბით იმ დროისთვის და მგონი დღევანდელი დღისთვისაც, ხო? რამე უფრო მაღალი მასშტაბი გამოჩნდა, მგონი არა. არა, ზუსტად მასე. ცხინვალი იყო, მოდი ესე ვთქვათ, შერეული კომისია, შერეული კომისია, რუსული კომისია, ბევრად დაბალი დონე, ასე რომ ეს სტატუ მე წეგანად თქვით კიდევაც რომ იმდენად სხვადასხვა პრობლემაა რა რომ ერთიანად მიდგომა რა ესე იქ იყო იმ საზღვარზე ენგურში იყო რამე კონფლიქტი არა თუ ავიღებთ აი როცა არანაირი არაფერი არ უნდა მოხდარიყო მე ვფიქრობ რომ ჩვენი იურისტებს იმიტომ რომ კონფლიქტი იყო ცხინვალში და ჩვენ იურისტებს მოსათხოვი აქვთ როგორც რუსული მხარისთვის ცალკე რას გვერჩოდით რა აფხაზეთში რა ან კოდორს რას ერჩოდით ან რატო შემოხვედით სამეგრელოში რატო შემოაბიჯეთ ხო იმას ტოპონიმიკურ კი არა იმას გეოგრაფიულ იმას ვამბობ აბსოლუტურად სამეგრელოს ზემო სვანეთის რეგიონში რატო შემოაბიჯეთ ვინ მოგცათ უფლება ეს ეხება ეს კითხვა მარტო რუსებს მიზეზი რა ქონდა ხო და მარტო რუსებს არა ეს გაეროსაც შეგვიძლია ჩვენ ეს კითხვა ტალავინსაც შეგვიძლია ეს კითხვა დაუსვათ რა იმ ტალავინს რომელსაც ეხლა ცუდად ატლიკინებენ ენას რომ ომი ვინ დაიწყო სააკაშვილმა ხელი მოაწერა რომ მე დავიწყე ომი ხო და მე უფრო რუსებმა დაიწყეს მაგრამ ამ კითხვას ხო ნუ დასვათ რა მიშისტები განსაკუთრებით ომი ვინ დაიწყო სააკაშვილმა ხელი მოაწერა მთელ სოფლიოს წინაშე რომ მან დაიწყო და რატომ ჩვენებმა არ შეიტანეს ეხლა შეიძლება ბატონ გურამ ეგ კითხვა ის იმდათ კაი კითხვა რომ ეგ კითხვა ეხლა შეიძლება დაისვას არა მარტო რუსეთის წინააღმდეგ არამედ გაეროს დაქვემდებარე მაშინ გაერომ უნდა თავის უფუნქციობა და ან ბრალდება უნდა წაუყენოსო შენ ჩემ დაქვემდებარებაში ქვეშ რატო გაბედე ეს როგორ გაბედე სენაკში შემოცვიდნენ სენაკის ბაზა აოხრეს ხო ფოცე წეგან ვისაუბრე აღარ გავაგრძელებ ხო სამეგრელოში დათარეშობდნენ როგორც უნდათ ხო ტანკები ხო უნიტაზებით ეს უნიტაზებით ხო ეს იყო რუსული ნაწილები რომელიც იყო გაეროს დაქვემდებარებაში აი სრულიად აგრესია რუსეთის მიერ სრულიად აგრესია მაგრამ მე ვიცი რომ ის ადამიანი ვისაც ემორჩი ექვემდებარება იმას კითხვა უნდა რატო ეს იურიდიული ეს კითხვა მართლა ძალიან კარგი არის ძალიან კაია ვთქვა ნუ აი თუ მივაწვდით მაგრამ ნუ არ ვიცი აი ვის უნდა მივაწოდოთ აი დაგჭა 10 წუთი და მინდა ბატონო ალხას რუსეთ-უკრაინის აი სპეციალური სამხედრო ოპერაცია აი მიუპრობლები ვართ მეც და თქვენც აი მინდა რაღაცნაირად რო შეაფასოთ რა არის შეხების ზოლზე რა მდგომარეობაა რა არის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფი და შეარაღების უზრუნველყოფი რომელსაც დასავლეთი აწვის უკრაინას და ყოფნის თუ არა სამობილიზაციო რეზერვი რა ყავს უკრაინას და როგორ არის და იგივე კითხვები რა აქვს შეარაღება და მისი მომარაგება და სამობილიზაციო რესურსი რუსებს და რა ხდება შეხების ზოლზე ბატონ გურამ რამდენიმე დღის წინ უსმენდი ქართველ გენერალს ვახტანგ კაპანაძეს რომელიც ახლა პროუკრაინელი თუ ვინმე არსებობს ამ ქვეყანაზე ბატონ ვახტანგზე მეტი ვერავინ ვერ იქნება იმიტომ რომ ახლა მთლიანად გენერალური შტაბი მაგის კურსელებითაა დაკომპლექტებული ყველაფერი უკრაინაში დაამთავრა ახონდა და ნუ ცოტა პიარსაც ახმარს ცოტა თქვათ რაღაც მხნეობაც ცოტა ზედმეტიც მოსდის რომ რაღაც შეფასებებში უკრაინის სასარგებლოდ მაგრამ ნუ ყოველთვის საინტერესოა მისი მოსმენა ბატონმა ვახტანგმა ამ ქებაში რომ აუ ოჩახ უკრაინა და აი რა მაგარია და რაღაცა
ეს რაც პროპაგანდის ნაწილს ხდებოდა, ხო, წმინდა ისეთი იმაში ძალიან საინტერესო რამე თქვა, რომ ფრონტის წინახაზი არის ძალიან მძიმე უკრაინისთვის. ანუ სიმართლე თქვა და თქვათ არ იყო დაცემული, ახლა კიდე დაეცა ძალიან მნიშვნელოვანი ორი ქალაქი. კონსტანტინოვკა და დაეცას კრამატორსკი. უკრაინის კუთხიდან უფრო უყურებ, ხო და ძალიან ცუდი რამე მოხდა ფრონტის ხაზზე. ნუ იმის ფონზე რომ მოსკოვი იწვის, ეს უკვე სხვა თემა არის, მაგრამ და ვახტანგმა თქვა ძალიან საინტერესო რამე, მთელ მსოფლიოს სამი რამისო, რუსეთს აქვს სამიო სხვადასხვა ვარიანტი შესაძლებლობისო. პირველი და ამაზე არ მიფიქრია რა. ძალიან ახლოს არისო რომ თან უკრაინაც ეს თვითონ არ თქვა, მაგრამ ამას მივიღოთ. უკრაინა მაქსიმალურად უწყობს ხელს. ბელორუსია ჩაერთოს რუსეთის სასარგებლოდ. აქ მიდის უკრაინიდან გენერალური შტაბის თავდაცვის მინისტრისგან მუქარები, როც 500 ობიექტი სამიზნეში მაქვს. ზელენსკი მას გააფრთხილა ერთი კვირამდე და დრო. ეს ერთი ხიფათი უკრაინისთვის, იმიტომ რომ უცბად ამ ხელა ქვეყანა რო ჩაერთვება შენი მოსაზღვრე ქვეყანა. ომში ეს ძალიან ძიმე იქნება უკრაინისთვის. აბსოლუტურად ახალი ფრონტის ხაზი რო გაჩნდება, რომელიც არ არის რეალურად, ხო? მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ომის დასაწყისში ეს ბასიაკი ნაწილები, რომელიც კიევთან და ბურჩაში და იმაში შევიდნენ იმ მხრიდან, ხო, მაგრამ არ იყო მაინც ფრონტის ხაზი დღეს არ არის. ეს ერთი. მეორე იყო ბალისტიკური იარაღი, რომელიც არ გამოყენებულა ჯერჯერობით. შეუძლიათ გამოიყენო თუ რაც არის ხიფათიო და მესამე რა საინტერესო რამე თქვა ამაზე მე თვითონ არ მიფიქრია და ეხლა თქვენ კითხვაში წესჩანდა იმიტომ რომ ნუ მაინც ეთქვა გენერლების თვალი დანახული და ზემოდან დანახული უფრო ნუ ეხლა რაც არ უნდა გავიჭაჭო სწავლა სიბერებდეო მაგრამ ნუ თქვენ კითხვაში ისაც ვახომ თქვა რა რუსებს არ გამოუცხადებიათ მობილიზაცია განსხვავებით უკრაინისგან რა რუსებს ყავთ მოხალისეები აქვთ ხელფასის შეთავაზება და მიყავთ ის ხალხი. მათ მობილიზაცია არ გამო და მესამე ხიფათი რუსული დღეში 1000-1200 კაცია მოხალისე. ხო, ნუ აი საოცარად თვეში 30000-იან კორპუსს ხნია. კი ბატონო. და უკრაინაში ნუ ჩვენ ხედავთ რომ მობილიზაციაცა გამოცხადებული დაძდევენ ჯამთელია, ავონტყოფია, ხუთიშვილის მამა ყველა წინახაზე ერეკებიან, ვისაც დაიჭერენ, ხო? ამ ნუ ეს კადრები ხავთ, რა ვიცი, თუ თავს არ დავიბრუნავებთ, ვასი უკრაინიდან ვრცელდება. თან იმ ქვეყნიდან განსხვავებით რუსეთისგან ეხლა მე პიარის თვალს ცოტა კარგად ვერ ხვევი და მოსკოვში რამდენი ბომბი ჩამოვარდება 10 ტელეფონი გვიჩვენებს სხვადასხვა რაკურსით ბომბის სად დაეცა ანუ რუსეთში არანაირი კანონმდებლობა არ მოქმედებს იმის შესახებ რომ მოწინააღმდეგე მხარეს კოორდინატები და სად დაეცა იმის პირველად დასული ბომბი და მეორედ დასული ბომბი არ უნდა მიაწოდო უკრაინაში კიევი იწვის უბედურება ერთ კადრს ვერ ნახავ რასაც სახელმწიფო იმიტომ რომ არის სამშობლოს ღალატისთვის უდიდეს სასჯელები, ვინც გაბედავს, გადაიღებს და სოციალურ ქსელში ატვირს თავს. ხო და ნუ ეს მაგრამ მიუხედავად ამისა, იმას იქნება ალბათ, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ტენიან მანქანაში ძალი და რაღაცა, მაინც უამრავი კადრი ეპარებათ. თუმცა იმაზე კონტროლი უფრო არის სროლაზე. მოხვედრის წერტილებზე. ასე რომ აი, ბატონო ახალს ჩაგეკითხებით, და რა არის მიზეზი? ზელენსკი რო გაუბრაზდა ლუკაშენკოს. არ ვიცი, მე ახლა ზელენსკი ნუ გააფრთხილა რომ თქვენო სანქციებს არ ასრულებთო, თქვენო ნავთობს აწვდითო, ნავთობგადამუშავებელი ქარხანა აქვს ძალიან დიდი და იქიდან პროდუქტებს და ნავთობი მიდის მილებით და ნავთობპროდუქტებს აწვდის. მაგრამ არ გამოურიცხავ, სწორედ გაბრაზება იყოს ახლა. ნურცამას თუ გამოურიცხავთ ახლა ისო ზელენსკი თქვა არ მომწონს და რაღაცა მიზეზები და მაგ და რაღაცა ეს არ ნიშნავს ის ყოველთვის არასწორ, მაგრამ ზელენსკი არის ძალიან ჭკვიანი და პიარში გაწაფული ეშვაკი ადამიანი, მაგალითად მან სულ რაღაც ერთი თვის წინ პუტინს მიმართა რომ მოდიო რა დავჟე დავილაპარაკოთო რა. ბევრმა სხვათვის ეს შეფასება რატომაც ვერსად ვერ მოვისმინე, რაც იმ წავსვე მიხვდი რა, ამის უკან რა იმალებოდა. ის დაემუქრა ევროპას და ამერიკას. ის დაემუქრა რომ მომხედეთ თორე დავჯდები და ლაპარაკს დავიწყებ რა. და მოდით ბატონო გურამ თქვენ დამეთანხმებით თამაში დღეს რუსულ-უკრაინული არმია რო გაერთიანდეს. პორტუგალიის ნაპირებზე დაიბანან მესამე დღეს ჩექმებს. კი. ამ ორ მონსტრი არმიის გამჩერებელი დღეს ევრაზიულ კონტინენტზე არავინ არ არის. ეს არის ახალი ტექნოლოგიებით ყველაფერი გამოცადეს უკვე ერთმანეთზე და სხვა შორის მიიღეს ისეთი რამე რომ თუ გახსოვთ ბატონო გურამ ზელენსკი ადრე
თუ ითხოვდა პირველ რიგში ითხოვდა თავდაცვითი იარაღებს და PVO ჰაერს აწინააღმდეგო საშუალებებს. სულ მაგას ითხოვდა. სულ მაგას სუპეტრიოტებს და თავდაცვითი იარაღზე რკინის გუმბათი სულ მაგაზე ქონდა საუბარი. აღარ მოუთხოვია არც ერთხელ. რატომ? დაკარგა ყველანაირმა ამ ახალი დრონების ფონზე, ამ იაფასიანი ამ ძვირადღირებულმა PVO-მ დაკარგა ყველანაირი ღირებულება. შენ როდესაც მოფრინავს 10,000 დრონი, ხო? ვერანაირი დედამიწის ეკონომიკა ვერ აიტანს იმის საწინააღმდეგო თავდაცვითი და მოსკოვს ჭერს ახლა ეს უბედურება, ხო? მოსკოვის რუსული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები ვერ უმკლავდება. არა, საშუალებები რომ ეს დრონები ვერ დაფრინავდნენ, არ იმართებოდნენ. ამისი არის სტარლინგები გამოთიშოდა ეს გააფრთხილეს მარქსი. კი, მაგრამ ვითარდება ტექნიკა ყოველდღიურად. მაგრამ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ? ეს დრონი არაფერი არ არის. აფეთქა იქ, მე აფეთქა, კი, ზარალი მიიღო რაღაც, მაგრამ კი, ლოჯისტიკური ზარალი. კი, არაფერი დიდი ეკონომიური დრონი ვერ იძლევა. აი ეს რაკეტა, რომელსაც სახარო თავდაცვის სისტემა, ახლა დრონი ჩამოაგდოს და 1 მილიონიანი ღირებულებით რაკეტა დრონის ეს დრონი შესულელია. 500 მაგრამ ის დრონი იქ სადაც ჩამოვარდება, არაფერი ისე დიდ ზიანს იმდენს არ მეუტანს, რამდენსაც მაგალითად ის რაკეტა რო ჩამოვარდეს სადაც გაფრინდება ის რაკეტა. არა, კი ბატონო, მაგას ასრულებს, მაგრამ დრონებს წინააღმდეგ აღმოჩნდა ყველანაირი არმია და ყველანაირი არა, ბატონო. ამერიკის არმია ორმუზის სრუტეში ირანული წყლის დრონების წინაშე აღმოჩნდა უძლური. ისრაელის აი სამდიაყვანილი უძლიერესი რკინის გუმბათი აღმოჩნდა რომ რაღაც პერიოდამდე უძლებს და შემდეგ არა ბატონო მართლაც. ეს არის ზუსტად ის პიარი, რომელსაც ვიღაცები ატარებენ. აი ისრაელში აი რამდენი რაკეტაც გაუშვეს ირანელებმა. თვითონ ქალაქ სადაც ისრაელს ესროლებს. სულ მიზანს მიაღწია 5-4%. კი, ძალიან მიაღწია. ის რაც ობიექტები იყო განსაკუთრებულად დაცული, იქ ვერ შევიდა. ვერც ბირთვული არ არის ისინი რაც იყო და ლაბორატორიები და ასე შემდეგ. იქ სადაც ისინი მოხდნენ, აი როგორც მოხდა ვთქვათ ირანში, დაანგრიეს ნახარი, მაგრამ იქაც ხო ვერ მიაღწია მიზანს. აი ის ობიექტები, რომელიც უნდა გაანადგურებინა ამერიკას, ვერ გაანადგურა. ანუ დრონები მეორე მსოფლიო ომის დროს კამიკაძეები იყო, თქვენ კარგად გახსოვთ. იაპონელებს ხო და ამაზე უკეთესი დრონი არ არსებობს. კი ბატონო. მაგრამ ის ბრძოლას ვერ მოიგებს. ბრძოლას იგებს ის ჯარისკაცი, რომელიც აი ამ მოწინააღმდეგის ტრანშეიზე ემაზე და სანგარზე გადააბიჯებს ფეხს და იქ დადგება. ამიტომ ომის შედეგი სხვა იმაში არის განზომილებაში. და თქვენ რასაც ლაპარაკობთ, მე აბსოლუტურად გეთანხმები თქვენ. ის რომ დღეს ასეთი ის არის და რუსეთი ვერ იგებს ომს, რეზერვი ყავს, რუსეთი ებზადება იმის ომისთვის, თუ ევროპა წამოვა იქიდან. მაგალითად საბრძოლველად მას უნდა ყავდეს ის რეზერვი სამობილიზაციო ყოველი დივიზია 4 წლის განმავლობაში 4 კომპლექტი დააგროვა არა მარტო პირადი შემადგენლობის რომელმაც გაიარეთ და დღეს შტატში არიან იქ არამედ ტექნიკაც მიიღო ტექნიკა ანუ ერთი დივიზიის ტექნიკა მაგალითად არის 250 ტანკი თქვათ 326 საარტილერიო დანადგარი და ბევრი სხვა რაღაცები საშუალებები რაც მას გაარჩია ხო აი ეს 4 კომპლექტი აქვს ანუ მობილიზაციას გაკეთდება და ომის დაიწყება გეუნებიან რომ დაამთავრეთ გადაცემა ვიღაც უნდა შემოვიდნენ ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო იყო ასე ერთ თვეში ერთხელ უნდა შემპირდეთ რომ გადაცემაში მივიღებთ მონაწილეობას დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს კარგად ბრძანდებოდეთ